ვისაც ეთნებო სუნი დგას თუ არა დიდებული აი ციტრუსმა თავისი აფეთქება მოახდინა რეცეპტორები გახსნა და რა თქმა უნდა ესე იგი ცოტა ნერწყვიანობაც პირშიც ესე თქვა მოხშირდა ნერწყვის გამოყოფა რა თვისებები აქვს ლიმონს რატომ არის ის შესანიშნავი პროდუქტი ნუ თიკა პირველ რიგში ჩვენზე უკეთესად შენ მოგეხსენება რომ ლიმონი მდიდარი არის ვიტამინით C და ანტიოქსიდანტებით ზოგადად არაჩვეულებრივი საკვებია ძალიან გემრიელია ლიმონის წვენს თუ დალევ თიკა ყველამ კარგად იცის რომ ძალიან სასარგებლოა საჭმლის მონელებელი სისტემისთვის ნუ თუ მაღალი მჟავიანობა აძლიერებს იმუნიტეტს და სხვათა შორის ხელს უშლის თირკმლის კენჭების წარმოქმნას და აგრეთვე ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას. თიკა მისი გამოყენება მრავალფეროვანია. ეს შეგიძლია გამოწვრო, როგორც შენ გააკეთე, მიირთვა ასევე წყალში გახსნილი. შეგიძლიათ მოასხათ სალათის ფურცლებს, გამოიყენოთ ცხობის დროს. ასევე შეგიძლიათ დაამზადოთ სხვადასხვა კოქტეილები და მოკეთ უამრავი გამოყენება გააჩნიათ. კარგით, ეს გავიგეთ ლიმონი რატომ არის ძალიან კარგი პროდუქტი, მაგრამ ეხლა მოდით გადავინაცვლოთ ჩვენ გვიყვარს ეგეთი საკითხები, მისი არატრადიციული გამოყენების რა მიმართულებები შეიძლება აღმოვაჩინოთ მაშასე ლიმნის არატრადიციული გამოყენების 9 ხერხის შესახებ. ხერხი ნომერი 1. ლიმონის მაღალი მჟავიანობა მას ბუნებრივ ანტისეპტიკურ და ანტიბაქტერიულ საშუალებად აქცევს. და რა შეგვიძლია ამით ავამუშავოთ? ამიტომ 1 წილი ლიმონის წვენი უნდა გაურიოთ 2 წილ წყალში. ანუ 1-2-ზე უნდა განვაზაოთ. აი მაგალითად დავფარავ ეხა ძირს რომ ადვილად ბევრი გუნება აქვს? 1-2. არა, 1 არა, რაოდენობა არ არის საკმაოდ აუცილებელი რომ ბევრი იყოს. შემდეგ თიკაი ამ განზავებულ ლიმონიან წყალში შეგიძლია ეს ტილო დაასველო, რომელიც ჩვენს წინ არის. ტილო დაასველო? ტილო დაასველე. დიახ. ამით ყველაფერი შეგიძლია გაწმინდა. მაგალითად. აი მაგალითად მაგიდა სამზარეულო ზედაპირები, ღუმელი. მაგიდა, რა რითი დავი, მაცივარი. აი მაცივარი, მოდი მაცივრიდან დაიწყე. არ დატოვებ მაცივარში არა, გარკვეულია სპეციფიური სუნი. მაცივრის შიგთავსი? რა თქმა უნდა, გარედანაც, რა ვიცი, როგორც გაგა. ან სასიამოვნო სუნს დატოვებ. სუნს დატოვებ, რაც თავარია და როგორც წეღან აღნიშნე, მათ გააჩნია ბაქტერიოციდული ეფექტი. გეყოფა ეხა ძალიანაც ნუ გადააწყრიალებს, საკმარისია. კიდე რა გნებავთ? აი ზედაპირით შეგი. ეხა ხელის ნათითურები რო არის, მანდაც წაოსვი თიკა. რომლები აი ხელის ნათითურები, აი ნახე ლევანი არ პატიობს არაფერ. ძალიან კარგად გაიწმინდა თიკა. ასევე შეგვიძლია ჩვენ ლიმნის გამოყენება ეგრეთ წოდებული არასასიამოვნო სურნელის გასაქრობად, პერსონალური ასე ვთქვათ, ოფლის სუნისგან გასათავისუფლებად. ნუ ალბათ საუკეთესოდ მაინც ანტიპერსპირანტი ან რომელიმე დეოდორანტი ებრძვის, მაგრამ ვისაც გსურთ რომ ბუნებრივი საშუალებები გამოიყენოთ, ამისათვის ლიმონი იქნება ჩვენიერი ალტერნატივა. გამოყენებას რაც შეეხება უბრალოდ ერთი ნაჭერი ლიმონი უნდა გაისვათ იღლის ზონაზე, სულ ეს არის. თიკა მესამე ლიმონი წარმატებით აშორებს ჭურჭელზე დატოვებულ ლაქებს. აი მაგალითად ეს ჭიქა, რომელსაც ლაქები აქვს გარედან. აი უკვე გამოწურული ლიმონი შეგვიძლია ვიხმაროთ. გაუსმოთ. აი ესე დატოვებ. შემდეგ უბრალოდ 15 წუთით დავტოვოთ ესე და შემდეგ უბრალოდ გაავლებთ. კი, გააკრიალა კი არის ჩემო. კი, ნამდვილად. ძალიან კარგი საშუალებაა და ბუნებრივი რაც თავარია. შემდეგ რჩევა ეს გახოთ, უნდა გავჭრათ ლიმონის შუაზე, აგერ მე თვითონ გავჭრე და გაჭრე ლიმონი უნდა შევდოთ მაცივარში. რატო? ის განეიტრალებს მაცივარში დაგროვებულ არასასიამოვნო სუნს. ეგ კარგია. ანუ სუნი, ესე იგი ყველგან შეიძლება მოსპოს. სხვათა შორის ზოგჯერ რაღაცა ერთ ლუფას რო ვამზადებ ხოლმე ისე მეზარება სახეხის დასვლა, იხოთ, აი მაკარონი ყველით, მაგალითად რო გახიხავ და მე ამის რეცხვა არ მიყვარს, იმიტომ რომ ეს რაღაც კბილანები რო აქვს, სულ რაღაცნაირად უხერხული გასარეცხი. ამიტომ თურმე არაჩვეულებრივად გაწმენს აი ამ ცხიმს და ამ დაბინძურებას ლიმონი ისევ, რა თქმა უნდა, ერთი ლიმონი, რომელსაც უბრალოდ ასე მოუსვავთ. სუნსაც დაატრიალებს გადასარევ, შემდეგ გადავავლებთ წყალს და თურმე 15 წუთი. სადღაა შენი ყველის ცხიმი? არა, იქვე. არ უნდა მას გაჩერება, მით უფრო მეტალია. პირდაპირ ჩამოვრეცხავთ წყლით. და ღრუბელი რო ესმევა, ხო იცი რაღაცა ღრუბელსაც აზიანებს და პაწაწინა ნაწილაკებსაც აგლეჩს. ამიტომ ხშირად გამოვიყენებ. ეს ადვილი გასაწმენდია. აი ლიმონი სად გამოგვადგა. კიდევ ერთი რამ ძალიან კარგი რჩევა არის,
ხისტი წყალი ზოგადად ხო ვიცით რომ ძნელად მოსაშორებელ ლაქებს ნამდვილად. და ნუ ზოგ ადამიანს ჩვენ ვაქვს, მაგალითად მე ძალიან მიყვარს ხოლმე მე გაწმენ და ეგრევე, იმიტომ რომ ვიცი რომ ის მე ისეთ ლაქას დატოვებს, რომ უშნო შესახედავია. ამ შემთხვევაში ლიმონი გამოგადგებათ, რომ ანუ აბაზანაში შევდივართ ლიმნით. კი. და აიღებ ლიმონს და გაუსვამთ აი ამ დალაქებულ ონკას, ან შხაპის თავს. და შემდეგ უბრალოდ სველი ტილოთი ან შრალი ტილოთი შეიძლება ნახე როგორ კარგად გაპრიალდა. შვენიერია, ძალიან მომწონს. ანუ აბაზანაში შევდივარ. კი. ხო, რა ერთი ლიმონი წამოიღერა ბარემ აბაზანაში შევალ. შემომაწოდე ლიმონი ბარე მივხედავ აქაურობას, ეს ძალიან. ის შხაპზე თუ გაქვს ხო, შხაპის იმასაც შეიძლება წავუსვა წყლით გიხური ასე ვთქვათ, ხო? ძალიან კარგია. მაშინ მოდი ნახევარი შენ დაიტოვე ბარემ სამზარეულოსთვის. ეს რო გამოგძახოთ. იმიტომ რომ სამზარეულოში შეუფასებელი რამ არის? აი ქვაბები, ტაფები, რომლებსაც ძირი მოუშავდებათ, ესეთი ტაფები და ქვაბები ალბათ ყველას გვაქვს და ამ შემთხვევაშიც ლიმონი გამოგვადგება, უბრალოდ ამ კონკრეტულ ლიმონს ჭირდება კარგად უხვად დაყრა და მოყრა მარილის. მარილის. ანუ მარილი დასაჭიროა თიკა რო გითხრა, გიხსნათ ან? აი რო შეერევა ლიმნის ფშავა და მარილი, თან ეს მარილი ცოტა უხეში ნაწილაკები არის, ტუტეც არის და უხეში ნაწილაკებიც, ამიტომ არაჩვეულებრივად მოათეთრებს ამ სიშავეს, აბა შეხედეთ თქვენ თვითონაც. ой, გააპრიალა. აი ხა მეც მოვწმენთ მერე და ვნახოთ რა ხდება. ნახე, ეს არ ვიცოდი. აი ნახეთ. აი მე ნახეთ კარგი. და როგორ გააკრიალა? ხედავთ რა ყოჩაღობა შეუძლია ლიმონს? კი, ოღონდ ეს გარეთ მხარეს, იმიტომ რომ შიგით არ გვაწყობს რომ დააზიანდეს, დაიკაწროს და უშუალოდ ხო, აი უკანა მხარეს, რომელსაც საჭმელი არ ეკარება, ასე ვთქვათ. უკანა მხარეს აქვს ცეცხლთან შეხება და ხო, ნამდვილად. ეგ არის მურება ზუსტად. დიახ. დიახ. შემდეგი გაგიკვირდებათ და ლიმონი თეთრ ტანსაცმელთანაც გამოგადგებათ. ხოთა შორის არ მეკვირს, მაგრამ როგორ გამოვიყენო არ ვიცი. მას გამოიყენებთ ტანსაცმელზე ყვითელი ლაქების ამოსაყვანად. წვენი გახსენით იგივე რაოდენობით წყალში და უნდა დავალბოთ თეთრი მაისურის გაყვითრებული ადგილები. აი მაგალითად საყელო, იღლის, მიდამო. ეს ყველაფერი რო ჩავდებთ ამ წყალში, უნდა დავაყოვნოთ ცოტა ხნის განმავლობაში და შემდეგ უკვე ჩვეულებრივად სარეცხ მანქანაში უნდა შევდოთ. შვენიერი და ლაქა აღარ ექნება? არა. რა კარგია, ბუნებრივი საშუალებები მე მირჩენია მაგალითად. თუ კი ისეთი ეფექტურია, როგორიც დაუშვათ ის ქიმიურები, რომელსაც ვიძენთ ხოლმე. და ბოლოს თიკა მეცხრე ხერხი, ზაფხულში გამოგვადგება, დაცხება და კოღოები შეგვაწუხებენ. უი, ძალიან ფოთში. ლევანის გამო. ფოთში შეიძლება ვერ იმას ეკნას, ფოთში სხვა. არ მოერიო. ვერ მოერევა, ფოთის კოღოს ვერ მოერევა. ყველაფერი იციანი კაც. მოკლედ ფანჯრის რაფებზე შეგვიძლია დავდო ლიმონის ახალდაჭრილი კანი. ახალი გაფრთხნილი კანი. ანუ ასიახლეს აქვს მნიშვნელობა. კი, და ნუ შეგვიძლია ეს დავჭრათ. აი ეს ძაფრ არომატს პატარა მწერები ახლოს არ გაეკარებიან. ხო, როგორც ვიცი, მძაფრისუნი არ უყვართ კოღოებს და მწერებს, შესაბამისად ლიმონს აქვს მძაფრისუნი, უბრალოდ ახალი დაჭრილი უნდა იყოს მისი კანი, ალბათ ახალი გაფრთხნილი, რომ ეს სიმძაფრი ახდეს. ძალიან მშვენიერი რჩევები გამოვიდა ლიმონი, ბევრი ესე ვთქვათ გამოყენებით შემოგთავაზეთ. მადლობა ძვირფასო ექიმებო, დღეს შესანიშნავად გაუმკლავდით სხვადასხვა გამოწვევას. აგერ გრაციოზულად ეჭვიანობაც ვისწავლეთ. ლიმონი ხო თავისთავად სხვადასხვა სახეობით გამოგვადგა, ასევე იყო ტიტანის გული. ტიტანის გულის ამბავი და რაც მთავარია, ორსულებს და მათ ჯანმრთელობასაც შევეხეთ. დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებლებს იმ იმედით, რომ ხვალ ისევ ჩვენთან ერთად იქნებით, ისევ 12 საათსა და 30 წუთზე ნამდვილი ექიმების გადაცემაში. ნახვამდის. ხვალამდე.